მოგივით, ხართ 14 წლის ბიჭი ბავშვი და 9,5 ქალს მოწონხართ. ქუჩაში დაგზდევენ, ასაცმელს გახევენ. კივიან, წივიან შენს დანახვაზე. თან ისე წივიან, რომ ყურები გკივდება. Macy's Black Friday sale. Yeah, I know, it's pretty cool. It starts at midnight. Is this the right way? I'll take that as a yes. Yes, you're excited too. Did Justin Bieber Sunday gift setting? We'll donate $2 to the Make-A-Wish Foundation. Only at ავტოგრაფი უნდათ, სურათი უნდათ. სურათებს გიღებენ. ამას დამატებული ძალიან ბევრი პაპარაცი და ეს ყველაფერი იწყება იქიდან, რომ დედა თქვენი დებს ვიდეოს YouTube-ზე, სადაც თქვენ მღერიხ. ერთ წელში მღერით ობამას წინაშე. თქვენი ალბომი სოფლიოში ერთ-ერთი მოსმენადია. თქვენი მუსიკა სოფლიოში ნომერ პირველ ადგილზეა მსმენელით. თქვენი მუსიკა YouTube-ზეც პირველ ადგილზეა. ლაიქებით და დისლაიქებითაც. ეს არის ჯასტინ ბიბერის ისტორია, მე ვარ ქეთა და ეს არის ჩემი პეტრე შოუ. 100 subscriber მყავს. 100-აც არ ველოდი. ჩვენ არ ვართ ფანები, ჩვენ ვართ გამომძიებლები. და მას subscribe. კაი, თუ გეზარება და subscribe. მაშინ უბრალოდ დალაიქე. თუ ლაიქიც გეზარება, ვიდეო გამორთე. ჯასტინ ბიბერი, ჰეილი ბოლდუინი, სელენა გომეზი. სიყვარულის სამკუთხედი. საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? მე არ მოგიყვებით ჯასტინის წარსულის შესახებ. იატაკის მოსაწმენ სითხეში მოიშარდა კაფეში. ფანებს გადააფურთხა. იცოდით, რომ სელენა გომეზი და ჯასტინ ბიბერი ნარკოტიკის საყიდლად ერთ-ერთ ძალიან ცუდ უბანში მივიდნენ. ეს ვიდეოც არის. მაღაზიაში როცა შევიდნენ, სადაც მძიმე ნარკოტიკები იყიდებოდა, იქ იცნო გამყიდველმა და ვიდეო გადაუყო. თქვენ აქ რა გინდათო? მერე გაიქცნენ. ისე გაიქცნენ, ვითო ვეღარ იცნობდნენ ვიდეოში ვერ ამოცოდნენ. ნუ მოკლედ მაგ ვიდეოსაც ალბათ ნახავთ აქ ჩავსვა. ეხლა დავადგებიან თავზე სელენატორები, ჰეილის ფანები, ალბათ გამპუტავენ. მოდი დავიწყებ სელენა გომეზიდან. თითქმის იგივენაირი ბავშვობა, პოპულარობა. ჯასტინზე ვავდა ძმასავით მიყვარს და მე უცებ შეყვარებული. და აი ეს სელენა და ჯასტინი ხან იგდებოდნენ, ხან შორდებოდნენ, ხან იგდებოდნენ და იყო ესე გადიდა წლები. ორივე იყო ნარკოდამოკიდებული. და როცა ერთად იყვნენ, იყენებდნენ ნარკოტიკს. მაგის გამო მოესპო ჯასტინსაც ჯანმრთელობა და სელენასაც ჯანმრთელობა. მაგრამ სელენას ისეთი კარგი სტაფი იყავს, რომ ყველაფერს ძალიან კარგად მალავენ. ვითო გამოჯანსაღებელ ცენტრში იყო რა. აი ეს ცენტრი რო დასერჩოთ, სადაც სელენა მკურნალობდა, არ არსებობს. სელენა გომეზს გადაუნერგათ იკმელი საკუთარმა მეგობარმა. სვამდა და ნარკოტიკებს სვამდა თან. თან სვამდა ალკოჰოლს, თან ნარკოტიკებს. ყველაფერს ერთად. სამწუხარო რეალობა. და წარმოიდგინე, სელენა და ჯასტინი რო ერთად დარჩენენ იყვნენ. აუცილებლად ალბათ აქამდე უკვე შეიძლება ვერ მოეღწიათ. იმდენად ერთმანეთს უფრო ქვემოთ და ქვემოთ ითრებდნენ. ამიტომ მე ძალიან მომწონს ჯასტინის გადაწყვეტილება, რომ მოიყვანა სხვა ცოლი. იმისთან მიუხედავად, რომ სელენას ძალიან ვაფასებ. ფანი არ ვარ არავისი, სელენას ვაფასებ, მაგრამ ნახეთ რა მოხდა. ჯასტინმა როგორც ვიცი, როგორც გავიგე, სელენას შეთავაზა ცოლობა და ცოლობის შეთავაზებიდან ორ თვეზე მოიყვანა სხვა ცოლი. და იქიდან გამომდინარეობდა, რომ სელენას უნდა რაღაც ახალი. ალბათ საქმეც მაგაში იყო, რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში არ უნდა ყოფნა სელენას. დიდი ალბათობით ესე იყო, იმიტომ რომ რავი, ჭამდნენ ერთმანეთს, ხან დაშორდნენ, ხან შერიგდნენ. ჯასტინი ხშირად ღალატობდა, სულ ღალატობდა. თითქმის ყოველ თვე. სელენა მოარი უთხრა ცოლობაზე და ჯასტინი ადგა და ორ თვეში მოიყვანა ჰეილი ბოლდუინი ცოლად. და ჰეილი ბოლდუინი თუ ვიღაც ქუჩიდან მოსული გოგო გონიათ, ძალიან ვსდებით. ჰეილიზე გავაკეთებ ცალკე ვიდეოს და აუცილებლად მგონი ყველა გოგომ უნდა ნახოს და არ გაიმეოროს სახლში. წარმოიდგინეთ, ძალიან გიყვართ მამაკაცი, მაგრამ იმ მამაკაცს უყვარს სხვა ქალი. მაგრამ შეგიძლია რომ ის მამაკაცი შენი გახდეს. რას აკეთებ? მაქსიმალურად ბაძავ იმ ქალს. იქეთებ ისეთ ტატუებს. ეს მართლა ზედმეტი იყო. ჰეილი.
ეს მართლაზე ვიცი რომ არასდროს არ ნახავ ვიდეოს, მაგრამ ეს მართლაზე მეტი იყო. მით უმეტეს ქართულს არის სწავლი. ჰელი ეს მართლაზე მეტი იყო. ყურის უკან აქვს სელნა გომესნაირი ტატუ ზუსტად და თითქოს ისეთი ტატუ აქვს, როგორი ბეჭედიც აქვს სელნა გომეს ჩასწმება ვაჩქო. What? რე გოგოებო სახში არ გაიმეოროთ. ძალიან გთხოვთ. და ბიჭებოც არ ბიჭებო. თქვენც არ გაიმეოროთ. ჰეილი დადიოდა იმ დარბაზში, სადაც სელნა დადიოდა. იცმევდა ისე როგორც სელნა იცმევდა. და საბოლოოდ მიაღწია იმ შედეგს, რომ ჯასტინი გახდა მისი ქმარი, მაგრამ როგორ გახდა? ფან კლუბის შეკრებაზე ჰეილი იქ იყო. ფულიც ჰქონდა იმისი, რომ იგივე სასტუმროში დაიჭერა სადაც ჯასტინი და ხშირად ხდებოდა ესე იგი თქ. ნუ აწყობდა, სტალკერი იყო ჩვეულებრივი. ბოდიშით ჰეილის ფანებო რომ ამას ვამბობ, მაგრამ სტალკერი იყო ეს ადამიანი და რა გავაკეთო? Stole him. It's about people knowing the truth. ეგეთი ტანი რო არ ქონდა, არც კი შეხედავდიო. If you weren't so hot, I would have got rid of you a long time ago. It sucks that the tour was You just answered my, she was asking me. Huh? Anyways, They were asking me because it's my Lyme disease. It's not your Lyme disease. Are you worried about my Lyme disease? well, I was in every freaking day. Does this look like a playground to you? This is a studio workplace, and you're disrupting me. That is not cool. I still get nervous with her in the room for some reason. I'm gonna be done in 30 minutes. We're gonna go and eat. You wanna just go back? And I was like, basically getting her out of the studio so I could finish the song. I wanna like make her feel bad about it. ნუ ხელს უთყამდა უხერხულ ადგილას ქუჩაში, ესაც გაითვალე დავხუჭოთ. ანუ ეს ბიჭი არ არის ადეკვატური და ძალიან რთულია ამ ბიჭის გაცნობა და მოთვინიერება, მაგრამ როგორც ჩანს, ჰეილიმ ეს აიღო საკუთარ თავზე. არ ვიცი რატომ, მაგრამ აიღო საკუთარ თავზე. არ მინდოდა ამ თემას შეხებოდი, მაგრამ თქვენც უნდა გაგაგებინოთ, რისი გადატანა უწევდა ჯანმრთელობის მხრივ ჯასტინს და რისი უწევს ეხლაც. ლაიმას დაავადება აქვს, რომელიც როგორც ვიცი, ტკიპის ნაკვენისგან ჩნდება და იცის სიცხეები, გრძნობ თავს გაციებულად, იცის სვლების ტკივილი, იცის სახსრების ტკივილი და მაგ დაავადებაზე ცალკე ვიდეოს ჩავწერ დიდი ალბათობით, რადგან თითქმის მთელ ჰოლივუდს ეგ აწუხებს და შემდეგ უფრო დეტალურად მოგახსენებთ მაგ ყველაფრის შესახებ. ასევე მას რაღაც პერიოდი სახის მარცხენა მხარეს ვერ იმორჩილებდა საერთოდ, რასაც მოყვებოდა ასევე ძლიერი თავის ტკივილები და ამ ყველაფრის გამო მან გააუქმა მისი ბოლო ტური და იმედი ჰქონდათ, რომ ჯასტინი გააგრძელებდა ტურს. 1 წლის მერე, 2 წლის მერე, მაგრამ ჯასტინმა შეწყვიტა. შემდეგ ტური არ ქონია და დიდი კონცერტი არ ჩაუტარებია. სამწუხაროდ. ეხლა ველოდებით, როგორი იქნება, რას გადაწყვეტს და როგორ მუსიკას დაწერს და როგორ ამზადებს ჩვენთვის. იმედია მოგეწონება. მე გეტყვით ჯასტინზე ამ ჟამიდან მდგომარეობას, რადგან დანარჩენი გეცვიდნებათ, შეიცვალა სტილი, შეიცვალა ყველაფერი. თქვენ თუ მის ინსტაგრამზე შეხვალთ, ნახავთ ბულბულატორით გადაღებულ სურათებს, რაც ჯასტინს არ გავს. ისიც კი დაწერა, რომ ძალიან რთულია, როცა მშობელი ხარო. სტორიზე დაწერა. ნუ ბევრი ამბობს, რომ შორდებიანო, დაშორების პირას არიანო, არავისი დაშორება და ცუდი არ მინდა. ყოველთვის ქალების მხარეს ვიჭერ, ნებისმიერ მომენტში. იმიტომ რომ ვიცი, რომ მართლები არიან. ჰეილი ბიბერი დაანფოლოვა ინსტაგრამზე თავისი ცოლი. და მე დაწერა, რომ ჰაკერებმა შეომიტიეს და ჩემი ცოლი დაანფოლოვეს. ჯასტინის ინსტაგრამი გავტეხე. რა შეიძლება რომ ეხლა ვქნა? მისი მიმოწერა ვნახო და გავასაჯეროო. ფული მომთხოვა. ფიდიდის მიმოწერა ვნახო და გავასაჯეროო. არა. მე უბრალოდ მის ცოლს დავაანფოლოვე. ალბათ თქვენც არ წარმოგიდგენიათ, რომ ჰაკერმა შეიძლება ეს გააკეთოს. ოკეი, დაანფოლოვა. მაგრამ საფრთხეში იცით? ძალიან ხშირად ვიდეოებშიც და ისეც ეთამაშება ჰეილის ნერვებზე და გრძნობებზე. რატო შეიძლება ეს გოგო მასთან არ ვიცი? ვიცი პირადად არ ვიცი.
რაც შემიზედაც უნდა გამოვიტანო, სხვა კომპანიას მოპარა სახელი, რუდი. მცირე კომპანიას მოპარა კომპანიის სახელი, მოიპარა რუდი. სელენა გომეს დაცინა წონაზე. ძალიან კარგი ადამიანია რა. ასე ჭიდ. დავით ტანჯე რა. გავხსნი Instagram-ს ვიღაცა სულ აბულინგებს. თავზე სელენატორები, ჰეილი ვიბერატორები, rehab გამასაჯანყებელ ცენტრში იყო. ერთი ძალიან ცუდი ვიდეო დევს ჯასტინ ბიბერის YouTube-ზე და იმდენად მოიდო ყველას და ყველაფერს რომ ვეღარ ერევიან, ძალიან გავრცელებული ვიდეო არის, რომელიც არის ფიდის ფარზე გადაღებული და ძალიან ცუდ რაღაცას ასახავს ის ვიდეო.